ბოდიში არ ყოფილა, თუმცა რაც იყო, ვაშინგტონის გულის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლამ გააჩინა განცდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ მორიგი შეხვედრა შედგება. განცდა მალე ინფორმაციით გამყარდა. ელისეს სასახლეში თქვეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩაფრენას განიხილავენ. ჩვენ კმაყოფილები ვართ უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საუბრების განახლებით. სცენამ, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ, მსოფლიოში ყველა გაგვაოგნა. ეს დაუჯერებელი იყო. კარგია, რომ შესაბამისი დიალოგის აღდგენა შესაძლებელია და ამ მხრივ მივესალმებით ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაწვდილ ხელს. ნათელია, რომ დიალოგი მყარდება და ეს კეთდება სწორედ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ყველა პირობა უნდა იყოს მყარი და უნდა ქმნიდეს განგრძობადი მშვიდობისთვის შესაძლებლობებს. ამ მხრივ გამოთქმულ პოზიციებში ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის მხარში ვუდგავართ. პრეზიდენტი მაკრონის მიერ შეთავაზებული მშვიდობა ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტაზე შესაძლებლად გამოიყურება. ჩვენ ვართ დიალოგის გზაზე. მანამდე კი იყო საჯარო წერილი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრ სახლში პარასკევს გამართულ ხმაურიან შეხვედრას დასანანი უწოდა და თქვა, რომ დროა ეს გამოსწორდეს. ეს კი მას შემდეგ, რაც ამერიკამ ომში მყოფ ქვეყანას სამხედრო დახმარება. მასთან ერთად კი CIA-ის ცნობით სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაც შეუჩერა. იმ მიზნით, რომ კიევი გადაწყვეტილებებში დაეჩქარებინა. დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტი ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, რაც შეიძლება მალე, რათა გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რადგან არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. მან თქვა, რომ ის და მისი გუნდი მზადაა იმუშაოს დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობის ქვეშ, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა. მისი თქმით, ისინი აფასებენ ყველაფერს, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა და შეინარჩუნა მისი სუვერენიტეტი. წერილში წერია, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი მინერალების შესახებ შეთანხმებას. ვაფასებ, რომ ეს წერილი გამომიგზავნა. ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსია რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი გზავნილი, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. დროა ეს სიგიჟე დამთავრდეს. დასრულდეს ადამიანების მკვლელობები და უაზრო ომი. და თუ ომის დასრულება გინდა, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს. ორივე მხარესთან საუბრის ინიცირებაში ამერიკის პრეზიდენტს ბევრი უჭერს მხარს, თუმცა იმაში არა, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა დათმოს. მით უმეტეს, რომ დათმობების სურვილი არ იკითხება მოსკოვის გზავნილებში. დღეს მოსკოვში ითქვა, რომ დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანებისთვის რუსული პასპორტების გადაცემის პროცესი დასრულდა. საუბარია 3,5 მილიონ ადამიანზე. მეტიც, ვლადიმერ პუტინის თქმით, ომის, მისი სიტყვებით კი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევაზე მუშაობა გრძელდება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ფრონტის ხაზზე თუ სხვაგან, უნდა ექვემდებარებოდეს ერთ ლოგიკასა და მიზანს, გამარჯვებას, ჩვენს წინაშე დაყენებული მიზნების მიღწევას, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და რუსეთის მომავლის უზრუნველყოფას. სწორედ ამ სიტყვების გამოა, რომ კიევს მოსკოვის სამშვიდობო განწყობების არ სჯერა. უკრაინის პრეზიდენტს სურს ამის ნიშნები დაინახოს. იქნება ეს პატიმრების გაცვლითა თუ ცეცხლის შეწყვეტით ჰაერსა და ზღვაში. გრძელმანძილზე მოქმედი დრონების, რაკეტებისა და ბომბების გამოყენების შეწყვეტით უკრაინის ენერგეტიკულ თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მიუხედავად იმისა, რომ კიევი ომში გაძლიერდა და სამხედრო ინდუსტრიაც აამუშავა, უცვლელი რჩება მისი დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აქ ესმით, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე გაუჭირდებათ, ამიტომ ემოციებს გვერდით დებენ და მკაფიო პასუხები აინტერესებთ იმაზე, თუ რა გეგმა აქვთ ვაშინგტონში. დღეს ბევრ ადამიანს აქვს შეკითხვა, თუ რა მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებასთან დაკავშირებით მომავალში. მე დავავალე უკრაინის თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებსა და დიპლომატებს ამერიკელ პარტნიორებთან კონტაქტზე გასვლა და ინფორმაციის მიღება. ადამიანებს არ უნდა უწევდეთ ამის გამოცნობა. უკრაინა და ამერიკა იმსახურებენ პატივისცემას დიალოგისას და ნათელ პოზიციებს ერთმანეთისგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის დაცვას ფართომასშტაბიანი ომის დროს. უკრაინა კვირების წინ იღებდა სიგნალებს და უკვე გქონია კიდეც დახმარების შეჩერების პრეცედენტი, თუმცა ისინი მალევე აღდგა. 2022 წელი აღარაა, ჩვენი წინააღმდეგობა უფრო ძლიერია. ჩვენი მიზანია დავიცვათ თავი, თუმცა ჩვენთვის ნორმალური პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ამერიკასთან აუცილებელია. არავის სურს დაუსრულებელი ომი, ეს მთელ ევროპას ეხება. ჩვენ გვსურს კონსტრუქციული თანამშრომლობა, პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. შეგვიძლია მხოლოდ ვინანოთ ის თუ რაც მოხდა თეთრ სახლში, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ გავაგრძელოთ.
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ზელენსკის კითხვებს ნაწილობრივ უპასუხა, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესთან ერთად სამხედრო დახმარების ბლოკადა შესაძლოა მოიხსნას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბევრის ვარაუდს, რომ ვაშინგტონმა ეს ზომა დროებით აამოქმედა. სანამ ეს მოხდება, უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა აქვს ევროპული სახელმწიფოებისგან. გადაიარაღების გეგმა, რომელიც ბრიუსელმა გუშინ დაანონსა და ხვალგან იხილავს, 800 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს არა მხოლოდ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, არამედ ამ კონტინენტის განუყოფელი ნაწილის, უკრაინის მხარდაჭერისთვისაც. ევროპელებმა 6 მარტის შეხვედრაზე ვოლოდიმერ ზელენსკიც მიიწვიეს. ვფიქრობ, გეოპოლიტიკური სიზმრისგან გამოღვიძება მტკივნეულია, მაგრამ ევროპა იღებს უფრო დიდ პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე. მშვიდობის დაცვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც იგი გამყარებულია ძალით, რომელიც პოტენციური აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს გულისხმობს. როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი გავხდი, ზუსტად ვიცოდი, რომ 2014 წლის შეტევა უკრაინაზე მხოლოდ დასაწყისი იყო. იმ ძალადობის დასაწყისი, რომელიც საერთაშორისო წესრიგსა და სამართალზე რუსეთმა განახორციელა. მე კი კმაყოფილებით ვუყურებ იმ ინიციატივებს, რომლებაც პოლონეთი და ევროპა გააძლიერა. ეს რომ არა, კრემლი კიევს დიდი ხნის წინ დაიპყრობდა და მოემზადებოდა ვარშავის, ვილნიუსის, რიგისა და ტალინის დასაპყრობად. პირველივე დღიდან ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცოდით თუ ვინ იყო ამ ომში მსხვერპლი და ვინ აგრესორი. ჩვენ მქონდა განგრძობადი დახმარება უკრაინის მიმართ, რათა მან დაიცვას თავი რუსეთის ნეოკოლონიალური ამბიციებისგან. თავდაცვის ხარჯების ზრდა ჩვენი ვალდებულებაა. ამასთან ეს იქნება სარგებლიანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც. ჩვენი მხრიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ხანგრძლივი მშვიდობისთვის. რეგულარულ კონტაქტზე ვარ საკვანძო მოთამაშეებთან. დონალდ ტრამპთან ერთად ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები. შეხვედრის შემდეგ მე პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონით 3 ჯერ ვესაუბრე. მათთან მუშაობა მნიშვნელოვანია. უნდა დავწუნეთ, რომ უკრაინა, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად განან, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ არ უნდა გვიწევდეს არჩევანის გაკეთება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის. ეს ისტორიულადაც არ მომხდარა და არც ახლა მოხდება. ჩვენი მიზანი ხანგრძლივი მშვიდობაა. ეს კარგია უკრაინისთვის, ევროპისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთისთვის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა არ უპასუხა შეკითხვას, ითხოვდა თუ არა ვაშინგტონი ლონდონისგან უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერებას. ლონდონმა წესებს უერთგულად და დაზვერვასთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია არ გაასაჯაროვა. უკრაინისთვის ამ ინფორმაციული წყაროს შეჩერება შესაძლოა ფატალური გამოდგეს, რადგან ქვეყანაში ომი აქტიურ ფაზაშია. საპორტო ქალაქი ოდესა და პავლოჰრადი დღეს მორიგჯერზე გახდა რუსული დარტყმის სამიზნე 181 დრონით. დარტყმებს მოჰყვა მსხვერპლი.